ვაგრძელებთ პირდაპირ რეპორტაჟს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან, სადაც წუთი-წუთზე დაიწყება მატჩის მეორე ტაიმი. საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაკრებს მასპინძლობს ევროპის ერთათასის გათამაშებისა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 10-7-ია საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. მე გეტყვით მათ, ვინც დაიგვიანა ჩვენს რეპორტაჟზე, რომ ანგარიში გახსნეს ჩვენმა სტუმრებმა. პირველი ლელო მათ გაიტანეს, კერძოდ კი მათმა მე-14 ნომერმა ანდრეი ოტროკოვმა, ხოლო შემდეგ რეალიზაცია გამოიყენა იური კუშნარიოვმა და 7-0 დაწინაურდნენ. ამას მოყვა მერაბ კვირიკაშვილის ზუსტად დარტყმული ჯარიმა და შესანიშნავი ლელო დავით ზირაქაშვილისა და იმავე კვირიკაშვილის რეალიზაცია. აი ასე მოაგროვეს გუნდებმა ქულები პირველ ნახევარში დღევანდელი თამაშისა. გეტყვით იმასაც, რომ მატჩი დაიწყო წუთიერი დუმილით. სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი და მატჩის მონაწილეები საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდების თხოვნით წუთიერი დუმილით მათ პატივი მიაგეს უკრაინაში ყოველდროინდელი მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას და აქვე საქართველოს რაგბის კავშირი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ზაზა ბანიშვილი. აი ეს წუთიერი დუმილი, რომელიც მატჩის დაწყების წინ იყო აქ ჩვენთან ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენას. ახალ კადრში ხედავთ პირველი ტაიმის იმ მომენტებს, რომელიც ყველაზე საინტერესო იყო და ამასობაში აი ზირაქაშვილის პირველი ლელო დღევანდელ შეხვედრაშიც. ბოლომდე ვერ ნახეთ ეს ლელო, მაგრამ ეს არაფერია, მოედანზე შემოვიდა საქართველოს ნაკრებიც. როგორც შეგვიდა ჩვენი რეჟისორი ლევან ლეკვეიშვილი ამ ლელოს აუცილებლად უაჩვენებს, გადავხედოთ ძალითვალით შემადგენლობას, ცვლილება მე მგონი რომ არ უნდა იყოს და მე სწრაფად ჩაგიკითხავთ ადრე თამაშის ფრაგმენტებს, გუნდების შემადგენლობას. 1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 ჯაბადვალი, 3 დავით ზირაქაშვილი, 4 კოტე მიქაუტაძე, 5 ლევან დათუნაშვილი, 6 ვიტო კოლელიშვილი, 7 მამუკა გორგოძე, 8 დიმიტრი ბასილაია, 9 გიორგი ბეგაძე, 10 ლაშა ხმალაძე, 11 თამაშ ჭედლიძე, 12 მერაბ შარიქაძე, 13 დავით კაჭარავა, 14 ირაკლი მაჩხანელი გუნდის კაპიტანი, 15 მერაბ კვირიკაშვილი. ცენტრიდან დავიწყეთ შეხვედრა გუნდის მთავარი მწვრთნელი ზელანდიელი სპეციალისტი მილტონ ჰეიგი. აქვე სწრაფად გეტყვით თადარიგს ლაშა მალაღურაძე, თედო ზიბზიბაძე, ვაჟა ხუციშვილი, შალვა მამუკაშვილი, ზურაბ შვანია, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ნემსაძე, გიორგი ჩხაიძე. მატჩის არბიტრი ფრანგი ალექსანდრ რუის. მაღალი გადაკიდებული ბურთი მერაბ კვირიკაშვილის რუსების მოედანზე, რუსებმა ჩაიგდეს ბურთი ხელთ, ისინივე აკონტროლებენ რაგში გრძელდება თამაში რუსების მიერ. მათვე გადმოკიდეს მაღალი ბურთი, კერძოდ იანუშკინმა გადმოკიდა მაღალი ბურთი და ბურთი ხელში ჩაიგდო ბასილაი. ამ ბასილაიმ გადასარევი კონტრშეტევა წამოიწყო. გაჭრა ერთი, გაიარა მეორე ешელონი. უახლოვდება 22 მეტრიან ზოლს. ხარათო გამოიტანეს ბეგაძე, გამოიტანეს სასწრაფოდ ბურთი ხმალაძის ფრთაზე გადაწყვეტილი ბურთი. გრძელდება შეტევა, მაგრამ აქ უკვე დავამოხრუჭეთ. თამაშჩედიძე იყო ბოლო ფაზაში, რომელიც მოახერხეს რუსებმა და გადაიყვანეს აუტში. საკმაოდ წვავე ეპიზოდი იყო. ესეთი რამოდენიმე იყო პირველ ტაიმში, უნდა გითხრათ 3-4. აქ დაჯანებდნენ რუსები? არა, ამ აუტი არის მათი და ისინი მხოლოდ თათბირობენ, შორს რო იყვნენ დერეფნიდან, ვიფიქრე არაფერი ესაქმებოდათ, მაგრამ თათბირობენ თუ ვიზია აღდგოთ. ტრანსლაციის სპონსორია ნატახტარი. ცოტა გაუგრძელდათ რუსებს ამ აუტში სამზადისი. კორშუნოვი ააგდო ბურთი და ამჯერად აახუნეს ყველას და ყველა მოვიგეთ ჩვენ და ძალიან კარგი შეტევა ვიღეთ და როგორც იქნალე მეორე ლელო დღევანდელ შეხვედრაში უხეიროდ ითამაშეს აუტში პირდაპირ თქვა ჩვენმა სტუმრებმა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბურთს დაუფლებოდა ჯერ ჯაბაბრეგაძე, შემდეგ კი ვიტო კოლელიშვილს ჩაუვარდა ბურთი ხელში და ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ანგარიშში კიდევ უფრო დავწინაურდით 15-7 და რეალიზაცია უნდა დავარტყოთ.
აი ვნახოთ გამეორებით. აგდეს ბურთზე ელემენტარულად ხელი აუწდა ახლა კულიომინს ბურთი ჩაუვარდა ბრეგვაძეს და შესანიშნავი შეტევა და კოლელიშვილს იზღადარჩენოდა რომ ბურთი შეეტანა რუსეთის ნაკრების ჩათვლის მოედანზე და დაემიწებინა. აუცილებლად უნდა აღნიშნო ის ინტუიცია, რომელიც მათ არ უღალატა კოლელიშვილს და რომელიც მიყვა ამ შეტევას. ძალიან კარგი იყო ამ ეპიზოდში ვიტო კოლელიშვილი და ანგარიში დავწინაურდით უკვე რამდენი გოლით, აი ახლა დავალოდოთ რეალიზაციას და ერთიანად მოგახსენებთ. კი, 15-7 ამ წუთისათვის და რეალიზაციაც ზუსტად დაარტყა ტურიკაშვილმა 17-7. 10 გოლით გავედით წინ. ამას ველოდი თამაშის დაწყებიდანვე და ვიცოდი რომ სწორედ ჩვენი სცენარით წარიმართებოდა დღევანდელი შეხვედრა. ნახოთ მეორე ტაიმიც, რომელიც ჩემის აზრით კიდევ უფრო საინტერესო უნდა გამოდგეს. კადრში მინისტრი გახლავთ სპორტის საქართველოში ორდღიან ვიზიტად იმყოფება და დღევანდელ შეხვედრას ესწრება. კადრში ხედავთ სწორედ ახლა თქვენ რაგბის საერთაშორისო საბჭოს IRB-ის პრეზიდენტი ბერნარ ლაპასი. მის გვერდით იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი. მე მინდა გითხრათ ისიც რომ მაღალი სტუმარი გუშინ მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს ნაკრები დღეისთვის მეშვიდე გუნდია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რაგბი თქვენს ქვეყანაში სწორი გზით ვითარდება. საერთაშორისო საბჭოში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ გაისად მსოფლიო დასის დამთავრების შემდეგ ევროპაში შეიცვალოს გათამაშების ფორმატები, რაც თქვენი ქვეყნის ნაკრებსა და კლუბებს მისცემს უფრო ფართო არეალს. განაცხადა გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ბერნარ ლაპასი, რომელიც დღეს სტადიონზეა და ამ შეხვედრას ადევნებს თვალს. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე. აქვე პაუზაა და იმასაც შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს მინისტრთა კაბინეტმა რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა და 2014-16 წლებში დაფინანსება საქართველოს რაგბის კავშირს 3-ჯერ გაუზარდა, ანუ 33.5 მილიონი ლარი იქნება. ამასობაში დავაფიქსიროთ ჩვენ ის, რომ სტუმართა გუნდში მოხდა ცვლილება. სტანისლავ სელსკი გამოგზავნდა მოედანზე ვლადიმერ კარშუნოვის მაგივრად. კარშუნოვი 2 ნომერი ჰუკერი გახლავთ და შესაბამისად ჰუკერი სელსკიც ჰუკერი გახლავთ და ის გამოვიდა მოედანზე. მე ისევ სწრაფად შეგეკითხავთ რუსეთის ნაკრების შემადგენლობას, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრები გაგაცანითა და აღარ მომეცა საშუალება ისე განვითარდა მოედანზე. მოვლენები, რომელიც ჩვენ და სასიხარულოდ ლელოთი დამთავრდა. ვასილი არტემიევი 15-14 ანდრეი ოტროკოვი 13 დიმიტრი გერასიმოვი 12 ალექსეი მაკოვეცკი 11 იგორ გალინოვსკი 10 იური კუშნარიოვი 9 ალექსანდრ იანუშკინი 1 ალექსეი ვოლკოვი მეორე ნომრით კორშუნოვი იყო რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ სტანისლავ სელსკიმ შეცვალა მე-16 ნომრით აიგი მოედანზე ანდრეი იგრეცოვი 3 ალექსანდრ ვოიტოვი გუნდის კაპიტანი 4 5 კირილ კულიომინი 6 ანდრეი ოსტრიკოვი 7 ანდრეი ტენმოვი 8 ვიქტორ გრესევი კინგსლი ჯოუნზი უელსელი სპეციალისტი თავარი მწვრთნელი ჩვენი სტუმრებისა რუსეთის ნაკრების 47 წუთი 17-7 ასეთი 7-იანების აკომპანემენტით გრძელდება დღევანდელი შეხვედრა თბილისში ბორის პაიჭაძეზე გეტყვით რომ მოღრუბლულია ამინდი მოედანი ოდნავ სველია ადგილ-ადგილ ამოვითხრა კიდეც ტემპერატურა თამაშის დაწყების წინ +5 გრადუსი იყო შეიძლება ახლა უფრო ნაკლებიც არის. ყველაფერია გაცილებით უკეთესია ვიდრე პირველი მატჩის დროს რომელიც ბელგიასთან -5 იყო მინიმუმ ტემპერატურა. კი, ამ ჭალაში და იმ თოვლ ჭყაფში რაღაცა საშინელ ამინში მაინც შეძლეს ქართველებმა თავისი სასტარტო მატჩის მოგება წლევანდელი გათამაშებისა. რადგანაც ეს სიტყვა მოიტანა დავამთავრეთ ჩემ აზრს მანამდე კი გეტყვით რომ საქართველოს რაგბის სპონსორები არიან AMG Gold ნატახტარი გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია ტედის პეტროლიუმ ლიმიტედი პარტნიორები კავკასიის ონლაინი ბორჯომი TBC სინემა
მედია პარტნიორების საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი არხი რადიოები აფხაზეთის ხმა კომერსანტი პალეტრა გაზეთი ლევო გოლოკაძე მოიგეს რუსებმა აუტოეს ყოველთვის ძალიან სახიფათოა და ძალიან კარგია შემტევი გუნდისათვის. ათამაშის და 22 მეტრიან ზონაში შემოვიდნენ უკვე მეორე დარტყმა, შემდეგ გაგრძელება მესამე დარტყმა, მარცხენა ფრთაზე გრძელდება რუსების შეტევა. როგორც ეთყობა მათვე დაიტოვეს ბურთი კი იანუშკევიჩი ახლა ემზადება უკვე გრძელ ფრთაზე უკვე მარჯვენა ფრთაზე რახან ამოწყვიანად ამოწურეს მარცხენა ფრთა აქეთ გაგრძელებას მეხუთე მეექვსე ფაზაზე გადავიდა უკვე რუსების შეტევა ჩვენები იცავენ თავს 22 მეტრიან ზონიდან ამ დაცვის სქემით მოახერხეს და გამოიყვანეს უკანა ხაზში გადააწყვეტეს რუსებმა ბურთი და ამჯერად უკვე მაკოვეცკი გახდა ბურთით იანუშკევიჩი მარცხენა ფრთაზე შემოვიდნენ და ნელა-ნელა გვიახლოვდებიან უკვე ჯერჯერობით წყობრად იცავენ ჩვენები თავს ეგრეთ წოდებულ ჩარეკვით სქემას ანვითარებენ დაცვისას ამჯერად გადასარევი იყო დათუნაშვილის კონტაქტი რომელმაც ის კი მოახერხა ბურთი გააგდებინა რუსებს და კონტრშეტევის წამოწყება დავიწყეთ ცოტა გვიან გამოდის ჩვენი ბურთები მოლიდან და რაკიდან ცოტა გვიან გადაიტანეს უკანა ეშელონში და მერაბ კვირიკაშვილმა მაღალი ბურთი აწია რუსების უკანა ხაზში მოგითხრათ რომ გადასარევად აქ რუსებს აქ საქმე არ ვიქნები მართალი მაგრამ ამჯერად დაიჭირეს ეს ბურთი და მაღალივე ბურთით ვასილ არწომიევმა გვიპასუხა ეხლა მერაბ კვირიკაშვილი უკვე მარცხენა ფრთაზე უტყავს აბურთს მონახე цариელი წერტილი მაგრამ ამ цариელი წერტილიდან დასრულებული ბურთი იანუშკის ჩაუვარდა ბურთი ხელში და დაარტყა მოგითხრათ კაც ვერაფერს ვერ რუსებისთვის აქტერი სამინისტრო გახლავთ ბატონო ჩემო თავდაცვის სამინისტრო თავისი მინისტრით მოადგილით გენშტაბის წარმომადგენლით და ასე შემდეგ ძალიან სასიამოვნოა სასიამოვნოა რა თქმა უნდა ის რომ დღევანდელ მატჩს ესწრება როგორც აღმასრულებელი ასევე საგანმანათლებლო ორგანოს წარმომადგენლები აუტი შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ყოფილი მორაგბე გახლავთ არ გაუცდენია მას არა მარტო სანაკრებო თამაშები შიგა ჩემპიონატის როდესაც ეძლევა საშუალება იმ მატჩებსაც ესწრება აუტი ჩვენ სასარგებლოდ საკმაოდ კარგ პოზიციაში ჯაბა ბრეგვაძე ააგდებს ახლა აუტს ეს ყველაფერი ხდება რუსების ნახევარზე სადღაც მათ 22 მეტრის ხაზთან ხაზსა და 10 მეტრიან წყვილს შორის მოვიგეთ ბურთი კარგად ბალანახტოვში გაუტაძემ მოიგო გორგოძემ შეუტია რახში გადავიდა თამაში ისევ დაგვიგვიანდა ბურთის გამოტანა მოკლე დარტყმა ვიტო კოლელიშვილი მე მოყვა დიმიტრი ბასილაიასვე კონტაქტი წინა წელწოლ ვარ მაგრამ ბურთზე კონტროლი არ დაგკარგია ბეგაძემ მარჯვენა ფრთაზე გადაიტანა თამაში ხმალაძე კაჭარავა კარგად შეუტია კაჭარავა ბურთს ვაკონტროლოთ მიწაზე ბეგაძემ ფეხით დაარტყა ამჯერად და ბურთი დარჩა სტუმრებს ფეხით ვერ დააბრუნეს დაარტყეს აუჩიქით აღმოსავლეთ ტრიბუნებთან FM 102.4 100.9 ორივე არხი საქართველოს რადიომ დღეს დაუთმო აი ამ საინტერესო და მნიშვნელოვან მატჩს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც და როგორც გითხარით საგანმანათლებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან დღევანდელ შეხვედრას ეს კი რა თქმა უნდა ძალიან კარგია და კიდევ ერთხელ ლაპასე მის გვერდით ჩვენი სპორტის მინისტრი ლაპასე საპატიო სტუმარი აიარბის პრეზიდენტი რაგბის საერთაშორისო საბჭოს პირველი პირი ჯაბა ბრეგაძე ბურთით საინტერესო ვიზია აქვს სწორედ ამ კომბინაციას ათანხმებენ პირველ ტაიმში გაგახსენებთ რომ დათუნაშვილი ლევან დათუნაშვილი ძალიან კარგი იყო ამჯერად მამუკა გორგოძეზე იქნა აგდებული ბურთი მოიგეს ჩვენებმა ბურთი შეუტიეს და ძალიანაც კარგად დათუნა ზელეხაშვილი არის ბურთთან იმედია ჩვენ კონტროლის ქვეშ არის ისევ ჩვენია ჩვენ ვაკონტროლებთ ახლა გამოტანა ამისი სწრაფად საჭირო კიდევ ერთი დარტყმა ბასილაიასი წავიწიეთ წინ და მივიწიეთ უფრო მამუკა გორგოძე ჩაკასარევი გადადო ბურთი მამუკა გორგოძე ხასიკით ეს ყველაფერი თქვენ ძალიან კარგად ნახეთ და ფეხზე ამდგარი სავსე სტადიონი ოვაციებით ხდება მესამე გატანილ ლელოს მამუკა გორგოძე უდავოდ ვარსკვლავი საქართველოს ნაკრებისა და არა მარტო ჩვენი გუნდისა დიახ მეორე ტაიმი წავას ჩვენი სცენარით და რა თქმა უნდა ჩვენ დღეს მოვიგებთ ამ შეხვედრას ყოველ შემთხვევაში მე განწყობა ასეთი მაქვს
სურვილიც ასეთი მაქვს, სწორედ აი ამ ყვაწვილებმა ჩემი სურვილი რეალურად უნდა აქციონ. 22-7 განმეორებით ნახოთ ეს ყველაფერი. დიმა ბასილაია. შესანიშნავი დარტყმა დატოვა ბურთი და ეგ ალღომარო ბალატა დამოკას. არა მარტო ალღომოს დატოვა. ამოიღო ეს ბურთი და მოძრაობა ტანით მარცხნივ გააკეთა. ეს კი საკმარისი იყო, რომ ღრიჭო გაჩენილიყო, სადაც ის ბურთიანად გადაწვა და დაამიწა ბურთი. მერაბ კვირიკაშვილი თქვენს ეკრანზე რეალიზაციის დასარტყმელად ემზადება. ანგარიში ნელა-ნელა იზრდება, ჩვენი ნერვების ნელა-ნელა მშვიდდება, უბრალოდ დადებითი ემოციებით ივსება. 7 თავიდანვე მშვიდად ვიყავი, ენიას მინდა გითხრა. მერაბ კვირიკაშვილი საფრანგეთის შენ ჟუნიონის ფედერალ 2-ის კლუბის მცველი და საქართველოს ნაკრების მცველი თქვენს ეკრანზე 30 წლის, რომელიც თავის 75 შეხვედრას ატარებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. ცენტრიდან განაახლეს შეხვედრა. სტუმრებმა დაარტყეს ჩვენ 22-ში და ფეხითვე დავაბრუნეთ უკან. შემოაგდეს სწრაფად შემოაგდეს აუტი, არტემიევმა შემოაგდო და ახლა ისევ ფეხით დაკიდებული ძალიან მაღალი ბურთი ვინ დაასწრებს. კვირიკაშვილი ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩვენ დაგჭა, ოღონდ იქ საჭმა მისცა ნიშანი ნიშნად იმისა, რომ რა მოხდა. წინ გადაგვეორდა. ბურთი ჩვენი ხელიდან წავიდა წინ და დაინიშნა შერკინება. დავით ზირაქაშვილია ბურთით ხელში, მსხვილი ხედით თქვენს ეკრანზე, კლერმონისა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 43 შეხვედრას ატარებს დღევანდელ მატჩში. მინდა გითხრათ, რომ ირაკლი მაჩხანელს საიუბილეო 70-ე მატჩი აქვს დღესა და მე-60-ე ლევან გათუნაშვილს. სხვა შორის ირაკლი მაჩხანელი გუნდის კაპიტანის გახდათ ჩვენი გუნდის ცნობილი ფაქტია. შერკინებისთვის ემზადებიან ორივე გუნდები. მოგეხსენებათ, რომ სამფაზიანი შერკინება არის, საქმე რატომღაც არ მიცაუბრება იმისი, რომ ჩასულიყვნენ ალბათ შორს იდგნენ პირველი ხაზელები ერთმანეთთან. ალბათ. სტადიონი ახმაურდა ეგრეთ წოდებულმა არგენტინულმა ტალღამ ჩამოუარა, ამასობაში მოხდა ის, რომ შერკინებაში ჩვენ დავჯარდით. სიმართლე გითხრათ მეგობრს. კარგს დააყოვნა ხარუსები, დავიჯერო ამას აზრი აქვს? კი, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მეტი, არც ნაკლები კუშნერობა კარისკენ გაიშვიდა ხოლმე. გამომდინარე ანგარიშთან 24-7 ეხლა რა მნიშვნელობა აქვს მისთვის კარებში დარტყმას მე ვერ გეტყვით ის შუთქულიანი უპირატესობა თუ უნდა რომ უпростоროდ ის ჩვენი უპირატესობა თუ უნდა რომ შუთქულამდე დაიყვანოს რაც მათ ერთ პრემიალურ ფულას მიცემს ჯერ თამაში წინ არის წინ ვეჭვობ მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის წინ ასე იოლად არაფერი მოხდება თუ კი ამ ეს იდეა აქვს თავში მაშინ მით უმეტეს აუჩი უნდა გაერტყა და იქიდან უნდა ეცადა პროლოგს გატო. ნუ ნახოთ რა იქნება როგორ იქნება ფაქტია რომ იური კუშნეროვი ემზადება ჯარების დასაწყმელად. თუ ეს ჩანაფიქრი აქვს რუსებს ეს იმას ნიშნავს რომ მათ უნდათ დღევანდელი შეხვედრა წააგონ 8-ზე ნაკლები გულითა და ეს ერთი პრემიალური ანუ სანუგეშო ფულა იქნება მათთვის. გაიტანა კუშნეროვი. გაიტანა 24-10. ასეთი ანგარიში 47 წუთზე წინ საქართველოს ნაკრები გახლავთ. და ჩვენ ნაკრებში 16, 17, 18 ნომრებით მთელი პირველი ხაზი იცვლება აბსოლუტურად, ასე მოედანზე შემოდის გიორგი ჩხაიძეც 20 ნომრად. ნამდვილად აპლოდისმენტების ღირსია პირველი ხაზი, ვინ-ვინ. ჩვენი გუნდის თამაში პირველ ხაზს მიყავდა ფაქტიურად პირველ ტაიმში. არ ამგონია რომ იმ ნაწილმა ლევან ეგრეთ წოდებული ლეონსიო ცნობილი სალაკო სამყაროში ლევან საბაძე გახდა კადრში ქართული რაგბის დიდი ნამდვილად ვარსკვლავი იყო ქართულად რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ნაკრებში თავისი მოღვაწეობის დროს იმაში რომ საქართველოს ნაკრებმა პირველად 2003 წელს მოიპოვა უფლება ეთამაშა მსოფლიო
თასის დასკვნით ეტაპზე. ეს კი 2003 წელს გახლდათ მას შემდეგ, რაც 2002 წელს აქ ეროვნულ სტადიონზე ჩვენ დავამარცხეთ რუსეთის ნაკრები 17-13, კარგად მახსოვს ის მატჩიც. ეს იყო პირველი ჩვენი უდიდესი წარმატება, როდესაც აქ რუსეთის ნაკრებს მოუგეთა და გავედით მსოფლიო თასის გათამაშების დასკვნით ეტაპზე. ავსტრალიაში საქართველოს ნაკრები იმ 20 გუნდთა შორის აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიო თასისათვის იბრძოდა. მანამდეც და იმ შეხვედრაშიც დიდი იყო ლევან საბაძის დამსახურება. მოედანზე შემოვიდნენ ამასობაში 16 ნომრად გეტყვით, რომ შალვა მამუკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ლევან ჩილაჩავა, შესაბამისად 16-17 და 8 ნომრად გიორგი ჩხაიძე. ესე რომ დიმიტრი ბასილაიამაც დატოვა მოედანი, ალბათ გიორგი ჩხაიძე დაიკავებს შერკინების შემკვრელის ადგილს, პირველი ხაზი კი ცხადია ვისაც შეცვლიდა. ესე იგი მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, დავით ზირაქაშვილი გავიდნენ მოედნიდან და დიმიტრი ბასილაია პირველი, მეორე, მესამე და მერვე ნომრები ჩვენი თავდამსხმელები. მათ ნაცვლად 16 შალვა მამუკაშვილი, 17 ზურაბ ჟვანია, 18 ლევან ჩილაჩავა და 20 გიორგი ჩხაიძე. ილია ეს ეტაპზე. შერკინების მოსაწყობად ამზადებს ორივე გუნდებს მსაჯი. ცოტა გაგრძელდა ეს პროცესი. გაგრძელდა და გეტყვით, რომ შალვა მამუკაშვილი საქართველოს არმიის მორაგბე გახლავთ, ზურაბ ჟვანია სტად ფრანსეზი საფრანგეთი ტოპ 14, ლევან ჩილაჩავა ტულონი, ასევე ტოპ 14-ში მოასპარეზე გუნდია, ხოლო გიორგი ჩხაიძე ტარბი. ანუ ფრანგული ლეგიონი პირველ ხაზსა და შემკვრელად გიორგი ჩხაიძე. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში ორ-ორი ლეგიონერი ყავთ, სეილ შარქსის მოთამაშეები კირილ კულიომინი და ანდრეი ოსტრიკოვი. დანარჩენები ყველანი რუსეთის ჩემპიონატში მონაწილე გუნდის წევრები არიან. საინტერესო გაგრძელება ჰქონდა ეხლა ჩაფიქრებული კვირიკაშვილს, მოკლე გადაკიდებით უნდა შეტევის გაგრძელება, რუსეთმა ბურთი ვერ გამოიტანეს და ამასობაში ხოთ შეტევა დაიწყეს უკვე ჩვენებმა მე-14 ნომერი ირაკლი მაჩხანელი იყო, შიგნით შეაწურა ბურთი, მაგრამ აუძის ხაზზე დაობიჯებია მანამდე ბურთი, რაც იმას ნიშნავს, რომ აუძს რუსები შემოადგენენ, თორე კონტრშეტევა ძალიან საინტერესო იყო. რამოდენიმე კონტრშეტევა იყო პირველ ტაიმში თვალსაჩინო მათ შორის ერთი მერაბ კვირიკაშვილის მიერ დააწყებული და 60-65 მეტრიანი რეიდი, რომელშიც ელემენტარულად არ გაუმართლა. ეხლა ეს ეპიზოდი გახსოვთ, რომელზეც გესაუბრებოდით. ირაკლი მანამდე დაადგა ბურთს, ეს ხაზფეხი სანამდე ბურთს დაარტყავდა. 24-10 წინ საქართველოს ნაკრებია და აუტ. რისი თქმა მინდოდა იმ აზრის განვითარება მინდოდა, რომ გაგრძელება ვერ მოუნახეს. ის კარგი გასაგებია, რომ ბურთი მიწამ არ აისხდა ბურთი იმ კუთხით, რომ ლელოთი დაგვესრულებინა, იქ ყველაფერი ბრწყინვალედ იყო გაკეთებული, ელემენტარულად არ გაგვიმართლა, მაგრამ მე დანარჩენ ეპიზოდებში კი უფრო მეტი მხარდაჭერა არის საჭირო. იქ მახსოვს რამოდენიმე ეპიზოდი, 3-4, მაგრამ მხარდაჭერა არ იყო და ამის გამო ამ შეტევას გადაგვირგვინება აღარ ერგო. ააგდეს რუსებმა აუტი, გააგდეს ბურთი ხელიდან, გაუვარდა წინ, ჩვენი არის ბურთი, დაინიშნება შერკინება. შერკინებაში ჩვენები შეაგდებენ ბურთს. ეს არის მესამე ტური ევროპის ერთათასის გათამაშებისა და მსოფლიო თასის დასკვნით ეტაპზე მოსაპოვებელი საგზურისათვის შესარჩევი მატჩი. დღესვე რუმინეთის ნაკრები კლუშში მასპინძლობს ესპანეთის ნაკრებს. ქალაქ კლუშია ეს თამაში დანიშნული და იგი ჩვენ მატჩამდე ნახევარი საათით ადრე დაიწყო, ხოლო დღესვე ითამაშებენ ბელგია და პორტუგალია, აუტსაიდერები ბრიუსელში 18 საათზე თბილისის დრო გითხარით. ჩვენ გვაინტერესებს საკმაოდ და რუმინეთსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრის შედეგი, რადგანაც სწორედ ჩვენი შემდეგი მეკოქე ესპანეთის ნაკრებია, ხოლო ბოლო მატჩს, ბოლო შესარჩევს მსოფლიო თასის გათამაშებისა თბილისში ვითამაშებთ 15 მარტს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ და სწორედ ამ მატჩში უნდა გაირკვეს პირველ ადგილზე გასული გუნდი. დღეს მე იმედი მაქვს, რომ ორი ტურით ადრე გავინაღდებთ მსოფლიო თასის გათამაშების საგზურს. ეს არის მიზანი ჩვენი ნაკრების ამ ეტაპზე, მაგრამ მთავარი მიზანია რუმინეთის ნაკრების დამარცხება 15 მარტს და შესარჩევ ციკლში
პირველ საფეხურზე დავამთავროთ წლევანდელი გათამაშება, რადგანაც მოვხვდეთ გი შესარჩევ ჯგუფში მსოფლიო თასზე 2015 წელს ინგლისში. ნახოთ. მნიშვნელობა ნამდვილად ძალიან დიდი აქვს რომელ ჯგუფში მოვხვდებით. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავიკავებთ 2 წლის ჯამში პირველ ადგილს მოვხვდებით ახალ ზელანდიის, არგენტინის და ტონგას კამპანიაში. C ჯგუფში და D ჯგუფში კი საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის და კანადასთან ერთად კომპანიაში მოხდება ევროპის მეორე გუნდი. რუსები ემზადებიან აუტი და ბურთის შემოსაგდებად. ააგდეს ბურთი, მოიგეს კიდევაც. გამოიტანეს უკანა ხაზში ბურთი აქვს კუშნიაროვს. კუშნიაროვმა მაღალი ბურთი დაკიდა. კვირიკაშვილი. ახლა თამაში მომეჩვენა. სადაც არ მოეჩვენა ესე და რატომღაც წინ თამაში ჩაგვითვალა ჩვენ და რუსები არიან შეტევაში. კერძოდ ინოკენტის ზიკავის შემოსულა ამასობაში მოედანზე. კიდე კარგი რომ ტრავმის გარეშე დამთავრდა ეს ეპიზოდი, იმიტომ საკმაოდ მაღალ ნახტომში იყო ახლა კვირიკაშვილი შებოჭა. არ ვიცი რომელი იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს და გადავჭით ტრავმას რაც მთავარია. მათი მე-15 ნომერი არტემიელი იყო. ამასობაში ანტონ რიაბოვიც გამოჩნდა რუსების შემადგენლობაში 21 ნომრით. ხოლო თუ ვინ შეცვალეს, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით. საქართველოს ნაკრებიც ამზადებს შეცვლას 22 და მე-19 ნომრით. თედო ზიბზიბაძე გამოგზავნება 22 ნომრით და მე-19 ნომრად გიორგი ნემსაძე. ანუ ერთ შეცვლა იქნება მეორე ხაზში, მეორე შეცვლა კი იქნება ალბათ ერთ-ერთ თაზე უნდა ვივარაუდოთ. საერთოდ თედო ზიბზიბაძე უნიკალური მორაგბე გახლავთ, უთამაშია 12, 13, 11 და 14 ნომრად. ანუ უკანა ხაზში უთამაშია ფაქტიურად ყველგან. კვირიკაშვილმა აუჩი გადაიტანა ბურთი და შეცვლები განხორციელდება ალბათ ამ წუთში. დავაკონკრეტებთ მას შემდეგ, როდესაც მოხდება ეს სრულიად. ცხადია, რო ესენი შემოდიან ეს მოთამაშეები ჩვენს მიერ ჩამოთვლილი. თედო ზიბზიბაძე მარჯვენა ფრთაზე დათუნა გაჭერავა შეცვალა, რაც შეეხება ლევან დათუნაშვილს, იგი დატოვებს მოედანს და მის მაგივრად გიორგი ნემსაძე გამოვიდა მოედანზე. ლევან დათუნაშვილი მე-5 ნომრით თამაშობდა და გაჭერავა მე-13 ნომრით. ჩვენების არის ბურთი, ცენტრში შეუტიეთ. ჩქარა თუ გამოვიდან ბურთი აქ შეგვეძლო, არა, მამუკა მიქვია აიტაცა ბურთი და შეტევის გაგრძელება მოინდომა. აქ რუსებმა იყო ჩაღეს. თავისკენ გადააგორეს ბურთი, უпростоროდ ჩვენ გაგვივარდა მსაჯის ნიშნიდან გამომდინარე და რუსები წამოვიდნენ ხელით თამაშს დაგვიწყეს, რუსებმა ამდენად გათამამდნენ. პაվել ბუტენკა იყო ბურთით. მაგრამ მსაჯმა რახან განვითარება ვეღარ პოვა რუსების ამ კონტრშეტევამ. მიანიშნა შერკინებისკენ რუსების სასარგებლოდ. წეღან ამ განახლებულმა პირველმა ხაზმა შეგახსენებთ, რომ ყუდით ქვა ასროლინა რუსების შერკინებას. ამასობაში 66 წუთი მიმდინარეობს დღევანდელი შეხვედრისა, 24-ით 10-ია ანგარიში, ტელემაყურებელი ამას კარგად ხედავს თავის ეკრანზე, მაგრამ მე რადიო სიმღერებს მინდა რომ შევახსენო, საქართველოს ნაკრები აი ასეთი ანგარიშით ამარცხებს რუსეთის ნაკრებს. მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გამოიყენა 6 შეცვლა და საცადარიგო სკამზე დარჩა ლაშა მალაყურაძე და ვაჟა ხოციშვილი, რომელიც არ არის გამორიცხული, ასევე ვიხილოთ დღეს აქ ეროვნული სტადიონის მწვანე მინდორზე. დინამო არენა ქვია ოფიციალურად ამ სტადიონს. ცოტარიგოს გაგრძელდა შერკინების დაყენება, ემზადებიან მისთვის. აქვე არ შემიძლია სიამოვნებით კიდევ ერთხელ არ შეგახსენოთ ეს ინფორმაცია მინდა რომ მე გავაჟღერო, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა 2014-16 წლებისათვის და დაფინანსება 40 მილიონი ლარი გახლავთ.
ჩინებული პერსპექტივა კიდევ და გადასარევი გაგრძელება კინა გამონახა მამუკა გორგოძემ დაიჭირა ბურთი და უკვე ჩავთვის მოედანთან ვარ შეიძლება კარგი გაგრძელება მოყოლოდა ყველაფერი ამას მარჯვენა ფრთაზე ვითარდება შეტევა კი უახლოვდები ჩავთვის მოედანს და დასასრული წინვალია უკაცრავად რო ჩაგეჭერით თემო ეთერში მაგრამ ისე გამწოვდა სიტუაცია რომ უნებლიე თავი ვერ შევიკავე ხო მე ესეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდე უკაცრავად ჩვენს ტელემაყურებლებსა და რადიო მსმენელებს რომ ამის გამეორებით ნახვა ახლა ტელემაყურებლებსაც შეუძლიათ უკვე რამდენჯერ უნდა დავდოთ რომ ერთხელ მაინც ჩაგვითვალოთ საჯვა ეგ არის საინტერესო ერთი დავძვით მარჯვენა ფლანგზე ახლა დავდოთ მარცხენა ფლანგზე და რას ანიშნებს გვერდით ნახოთ განმეორებით აუტს ანიშნებს გვერდით საჯვა როგორც ეთქობა აუტი როგორც შანს არა პირით ხას იქით დაიდო ბურთი არამედ გვერდით ხას აქით აუტი უნდა ააგდონ ჩვენმა სტუმრებმა ვერ მოვიდეს მაგრამ ვერც რუსებმა მოახერხეს მის ეწმინდად გამოტანა და საჯი ანიშნებს რას ჯარიმას ცოტა გასაკვირია ახლა მან როგორ მოახერხეთ ჯარიმის მიღება მე მგონი ყველაფერი ნაირად ცდილობდნენ ჩვენები რომ ჯარიმა არ მიეღოთ აქ ცხადია ცდა არის მაგრამ ნუ საჯმა რა მონახა იქ არ ვიცი მარტივად აუტში გადაიტანეს ისევ ბურთი სტუმრებმა ჩვენ უნდა მოვაწოდოთ აუტი 22 მეტრის ხასთან ახლოს სადღაც 5-6 მეტრის მოშორებით უნდა ავაგდოთ აუტი ძალიან კარგი პლაცდარმია შეტევისათვის მაგრამ ჯერ აუტში ბურთი უნდა მოვაწოდოთ ეს არის პირველი პირი მამუკაშვილი ამზადება აუდიდან ბურთის მოსაწოდებლად გიორგი ჩხაიძე ყავს მოედანზე შეგახსენებთ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხტომელი არის ჩვენს გუნდში ამასობაში მოხდა ისულებაც რომელსაც წინასწარ მეტყოლებდით ემო ნახევარდაცვის ხაზში მოედანზე ვაჟა ხუციშვილი გიორგი ბეგაძის მაგივრად დარჩა ერთადერთი შეცვლა რომელიც შეუძლია გამოიყენოს ჩვენმა მწვრთნელმა ჰეიგმა ეს არის ლაშა ბალაურაძე თადარიგში ნახოთ აქ შეიძლება საინტერესოდ განვითარდეს ახლა მოვლენები მე ვივარაუდე რომ 60 წუთი რო გავა მერე უნდა მოხდეს მეთქი რაღაცეები ნახოთ ხმალაძე 70 წუთი მიმდინარეობს კლასიკურად ვერ მოვიგეთ აუტი ხუციშვილი გაიტანა მარჯვენა ფრთაზე საჭმა დააფიქსირა ჩვენ სასარგებლო ჯარიმა მაგრამ სანამ ჯარიმა მიმდინარეობს ამასობაში ნემსაძე იყო ძალიან კარგი შვენიერი გაგრძელება მოუნახავდებით მეტოქი ჩავთვის მოედანს სულაგად 14 მეტრში ვარ საჩხელია გაშვილი ჩვენ სასარგებლოდ მაგრამ ჩვენსაც არ ვიშლით ბუკა იყო ამ ეპიზოდში ბურთით შუაში ცადა გაჭრის მოწყობა ამასობაში ეს შეტევა მოიგერიეს რუსებმა და ფრთაზე განავითარეს შეტევა ზურგს უკან გადაცემული პასი და ამას რა გაეშველება ამას ვერანაირად ვერ გააჩერებდა ახლა საჯი და ვინ თედო ზიბზიბაძე რა თედო ზიბზიბაძე და კითხარით 60 წუთი გავა და მე მოხდება მეთქი რაღაცეები 29 ამ წუთისათვის დამთავრებამდე მთელი 10 წუთი რჩება 10 წუთი რჩება 29-10-ია და რეალიზაციაც უნდა დავარწმოთ სავსე სტადიონი დიდი ხანია არ მინახია ამდენი მაყურებელი აქ ჩვენთან ბორის პაიჭაძეზე და რა სასიამოვნოა რომ მიუხედავად ცუდი ამინდისა ასე ვთქვათ ერთგული მაყურებელი ამან ვერ შეაშინა და სავსეა სტადიონის ტრიბუნები დიახ მე არ ვიცი ახლა როგორ დაარწყავს რეალიზაციას კვირიკაშვილი მაგრამ დაველოდები და შემდეგ გეტყვით საფეხბურთო ხوارამერია კიდე ერთი ლელო და ჩვენ უკვე პრემიალური ქულის მოპოვებას მოვახერხებთ და სულაც არ იქნება ურიგო აი რუსების პრემიის კი რა მოგახსენეთ ოცნება თვე დარჩება გამორბენი დარტყმა არა 10
29-10 აი ასეთი ამ წუთისათვის ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობს დღევანდელ შეხვედრაზე რაგბის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე, რომელიც იგი იმყოფება აქ სტადიონზე საპატიო სტუმართა ლოჟაში. ალბათ პრესკონფერენციაზე ამას შევიტყობთ, თუ არა ხვალ პრესაში მაინც ამოვიკითხავთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩამოხვიდე იქ, სადაც ელოდები შენ განვითარებული სარაგბო სტრუქტურის, კარგად მოთამაშე მორაგბეების, კარგად აწყობილი იმ სამუშაოსი, რომელმაც საქართველოს ნაკრები აქამდე მიიყვანა ნახვასა და დაგვხდეს სტადიონზე შეკრებილი 50,000 გულშემატკივარი. შვანიამ გამოიტანა მოლი და ბურთი და ცოტა უჩვეულო რომ გადაწყვეტილება მიიღო, მართალია პირველ ხაზელია და გადასარევად უტევდა. ფეხით გააგრძელა შეტევა. ეს ჩვენი კაპიტანია მაჩხანელი. ბუკა იყო შარიკაძე, ხმალაძე. ფეხით გადააწოდა ფთაზე ბურთი. ცოტა მეტი მოუვიდა და აუჩი გადავიდა ბურთი. თორე ფთან ამდვილად დანახული იყო გადასარევად სიტუაცია. ხო, ჟვანიას გაგრძელება ცოტა არ იყოს და გამაკვირვა. მაგრამ არა უშავს, ესეთ თამაში შეგიძლია უფლება მიცე შენ თავს. თუმცა ისეთ სიჩქარე ქონდა აკრეფილი, რომ მე მგონი კონტაქტზე წასვლა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა. სერგეი სუგრუბოვი მე-22 ნომრით გამოჩნდა რუსების ნაკრების შემადგენლობაში. ტრანსლაციის სპონსორი ნატახტარია შემახსევრეთ. ანგარიშ ცხადია რჩება ამ წუთისათვის იზევის რაც იყო მანამდე 29-10 შემოაგდეს რუსებმა აუტი, მოიგეს. ცოტა დააგვიანეს გამოტანა და იმდენ იქნეს, რომ მე მგონი გაგრძელებაც ვერ მოუნახეს, არა მოუნახეს და არწმუნე რატომღაც შუაში გაარტყა, აქ ჩვენმა შეაჩერეს იგი და მაღალი დაკიდებული ბურთი. ყველაზე პატარა ხუციშვილი ისწავლობდა ეხლა ბურთის დაუკლებას. ისე ფეხით მოიგერიეს რუსებმა ბურთი. ირაკლი მაჩხანელი. არა, მაპატიეთ ლაშა მალაღურაძე იყო ახლა შემოსული მოედანზე. შორს მოიგერია ბურთი. აქ შეიძლებოდა ბრძოლა, რუსებმა მოკლე გადაკიდება მოახდინეს. აი ახლა კი გადასარევი კონცერტება შეიძლება წამოიწყოს ვაჟა ხუციშვილმა. წამოიწყოს კი არა, წამოიწყო კიდევაც და გაგრძელებას როგორც მოუნახავენ ჩვენები, თუ დროზე გამოვიტანოთ აქედან ბურთი. რაღაც საინტერესო შეიძლება რომ შევქმნათ. არა, საჭმა ანიშნა რომ ჩვენ დავჯარდით მოლში. რა ეპიზოდში სიმართლე გითხრათ გამოვრჩა. აჩვენებს რომ თურმე ჟვანია და ჯანმრთელობა ამ ეპიზოდში ჩქარა გათამაშება უნდა რუსებს, მაგრამ უკაცრავად სადმე ისე დააბრუნა თავის საწყის პოზიციაზე. ერთი ლელო კიდე გვინდა და ამისთვის 5 წუთზე მეტი გვაქვს დრო. პოტენციალი კიდე უფრო მეტი და ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ გარდაისახება რეალობაში. ჩვენება ძლიერად და ეხლა კუშნეროვმა ბურთი 1.45 60 მეტრი ნამდვილად მოიგო. თანასწორობაში მივიღებთ იმას, რომ აუტის ხაზთან საკმაოდ ახლო იყო, ესეთი დარტყმა შეიძლება გადასარევათაც ჩავთვალოთ. ცოტა ზოზინით მეჩვენება, რომ რუსები მე არ რაღაც უარეცვალად ხარი და 29-ად ისინი აგებენ, ჩვენები კი არა. ელემენტარულად დაიღალა რუსეთის ნაკრები. თუ მათ წინა ორ თამაშს სტატისტიკა ვნახეთ, თამაშები არ მინახეთ, მას გადავავლეთ. პირველივე მატჩი ესპანეთის ნაკრებთან 60 წუთი თამაშის რუსებმა და ანგარიში წინ იყვნენ და ბოლო 20 წუთში ესპანელებს დრო არ ეყოთ რომ მოვეგოთ რუსებისათვის. აი ასე წარიმართა მათი შეხვედრა და იგივე მოხდა წინა ტურში რუმინეთის ნაკრებთან, სადაც რუმინეთის ნაკრებმა პირწმინდად მოსრა რუსეთის ნაკრები და იგის თავისი 22 მეტრიდანაც კი არ გამოუშვა მთელი ტაიმის განმავლობაში. ასე რომ დაიღალა დღევანდელი ჩვენი სტუმარი და სწორედ აი ახლა გვინდა კიდე ერთი ძალის მოკრეფა, ერთი ლელო და ასეთ მაჟორულ ნოტზე დამტვერება დღევანდელი შეხვედრის. რუსებმა ისე მოახერხეს რამოდენიმე სერიის გადაბმა, მაგრამ სიმართლე გითხრათ წინ ვერ წაიწეს. რიაბოვმა გამოიტანა ბურთი. ფთაზე დააწოდეს რუსებმა მარცხენა ფთაზე, უნდათ შეტევა განიერ ცოტ. მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, ეს ვერ მოახერხეს.
შემდეგი მოლი, რაკი და ისევ წინ მივიწევთ ჩვენ. რუსები იყებენ უკან და უკან. ბუკა შარიხაძე იყო ბურთი, რომელმაც იგდო უკანა ეშელონში იქნა გადაწოდებული ბურთი, გადასარევად ითამაშა ამასობაში მალაღურაძემ. აი ახლა თედოზი გზიბაძეა, გაჭრა, ხაზი, ჩქარათი მივეხმარებით იქ შეგვიძლია რომ ბურთი გამოვიტანოთ, საერთოდ აბსოლუტურად კორექტულად დააფიქსირა ის რომ გვერდიდან შესრულმა რუსმა სადა მოლში თამაშის დროს ჩართვა და დაჯარიმდნენ რუსები. აი ახლა ფსას ისხავს ის იდეები, რომელიც თქვენ წარმოთქვით რამოდენიმე წუთის წინ. ხმალაძე გადაიტანს აუჩი ცხადია ბურთს, ამას კარებში არავინ არ დაარტყავს. ბოლოს და ბოლოს ამ ხელა აუდიტორიას პატივი უნდაცა. და ესეც იქცევა ზუსტად. დაარტყალაშამ გადასარევი კლასდარმის შექმნა შესაძლებლად. გადასარევი ჩაფლის მოედნიდან სადღაც 10 მეტრში, 8-10 მეტრში ჩვენები მოაწყვდიან აუტს. ეს განმეორებით ნახეთ ეპიზოდი, რომელსაც მოყვა ჯარიმა და შემდეგ აუტი. რაგბის კავშირის სპონსორები არიან ARMG Gold, ლუდი ნატახტარი, გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კომპანია, კორპორაცია TEDx Petroleum Limited, პარტნიორები კავკასიის ონლაინი, ბორჯომი TBC Cinema. მედია პარტნიორები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი, რადიოები აფხაზეთის ხმა, კომერსანტი, პალიტრა, გაზეთი ლელო. ახლა აუტი უნდა მამუკაშვილი ავაგდოთ. ჩხაიძე გადასარევი იყო აუჩი, შექმნეს მოლი ჩვენებმა. თუ დავძრავთ ამ მოლს, ყველაფერი იმისკენ მიდის რომ შეიძლება დავძრათ, დავძარეთ კიდევაც. აუტისკენ მივდივართ, ხარი უნდა უცვალოთ შიგნით. უცვალეთ კიდევაც. ისევ ჩვენები აკონტროლებენ ბურთს. რაკში გადავიდა თამაში. ეხლა უკვე ხუთშვილი შეეცდება, არა, ჯერჯერობით მორკინალები არიან ისევ შეტევაში. მიკაუტაძე კოტე იყო ბურთთან. ბურთს ჩვენ ვაკონტროლებთ, რაც ხუთშვილი. მთავარია. მონახავრელი შევიდა ამ ხელში. დაიტოვეს ჩვენებმა ბურთი. ხმალაძემ გამოიტანა ბურთი მორკინალებზე, ჩხაიძე ცენტრისკენ გადაინაცვლა მთლიანად დარტყმის ცენტრმა. ხმალაძემ ისე მარჯვენებთან მონახა შესაძლებლად და აქ ცოტა არ იყოს დაუყეირო პასის გამო ჩვენ შეტევა ვერ გამოვითარეთ, მაგრამ საჭმარა გადაწყვეტილება მიიღო, დაჯარიმდნენ თამაშგარეთ მდგომარეობაში მყოფი რუსები და ჩაფლის მოედნიდან ისევ 12-14 მეტრში ჩვენ გვეძლევა საშუალება გაგრძელება მოუნახოთ შეტევას. ჩვენ ლელო გვინდა. წვლილი საკმარისია. ლელო გჭირდება პრემიალური გულისათვის. შეგახსენებთ 4 და მეტი ლელოთი მოგებული მატჩი, კიდევ ერთ პრემიალურ გულას იძლევა. ანუ 4-ს მოგებული თამაშისათვის +1. თამაშ დამთავრებამდე რჩება სულ რამოდენიმე წუთი, მაქსიმუმ 2-3. ბურთი გადავიტანეთ აუჩი და ეხლა იგივე იდეის ფთაშესხმას შევეცდებით, რაც ვერ მოახერხეთ წეღა. მამუკაშვილი ამდენად აგდებული ბურთი ისევ ჩხაიძემ მოიგო, შევკარით მოლი. დავსავართ მიზანთან. ჯარიმა არის საკმაოდ გაიჩვენა ჩვენების სასარგებლოდ ხელი. ჩაფის მოედნთან ფაქტიურად მეტრში ვარ. ისევ ჩვენი კონტროლის ქვეშ არის ბურთი. ცოტა დაგვიგვიან და გამოტანა, მაგრამ მოლში გადასატანად ემზადებიან ჩვენები. ისევ ჯარიმა, ისევ ჩვენ სასარგებლოდ და აუჩი გადასატანად გვეყოფა თუ არა დრო ვერ გეტყვი. დრო გვეყოფა, იმიტომ რომ არ დამთავრდება ასე ზუსტად ეს შეხვედრა ჩვენი წამზომით, რადგანაც მსაჯი აკონტროლებს დროს, ის ერთადერთია, ვისაც უნდა დაუჯეროთ და ვემდოთ. გადაწყვეტილება შერკინება? როგორც ეთქობა შერკინება ავირჩიეთ. შერკინებაში ძალიან სერიოზული უპირატესობა გვაქვს. მეორე ტაიმში ეს რა ეპიზოდია, ვერც კი მივატებინე თვალი მოედნისკენ მქონდა. ეს იყო ვიტო კოლელიშვილი, რომელიც ეუბნებოდა მე ბურთს მიწაზე არ ვინახავ, არამედ გაძლევთ, გაიტანეთ, რადგანაც იცოდა, რომ ჩვენ მქონდა უკვე მანამდე ჯარიმა. ნახოთ. მე ვერ ვხედავდი, შეიძლება განმეორებით აღარ შემახსენათ, მაგრამ რეჟისორმა რომ იყო ლელო, თავს ვერ დავდებ ვერაფერზე. ხუციშვილი თუ კიდევ ერთხელ განმეორებით ნახავთ, გამოჩნდება, იმიტომ რომ ეს სად იყო გამონაკვეთში.
მივაწექით. ჯერ ეს ნახოთ ყველაფერი რასაც დავიეთ რუსები რეალური ლელა. დაიძრა შერკინება. აი ახლა მეტნახევარი საათ დარჩენილა ბაგაჩავტის მოედნამდე და რა თქმა უნდა ტექნიკური ლელო რომელიც საჭმა მიანიშნა ცენტრისკენ იმიტომ რომ რუსებმა ერთხელ ორჯერ სამჯერ ზედიზედ დაარღვეს უკვე ზღვარი ყველაფერს ეს გადასარევად ალექსანდრ რუისმა რომელმაც ცენტრში მიანიშნა ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს ტექნიკურ ლელოს ეს ნიშნავს 34-10 პირველ რიგში ანუ მეორე რიგში პრემიალურ ქულას, ანუ დღევანდელი მატჩის ნადავლი იქნება სულ ჯამში 5 ქულა და ეს ნიშნავს კიდე იმას, რომ რეალიზაციის შემთხვევაში კიდევ 36-მდე გაიზრდება ანგარიში. ერთ საინტერესო სტატისტიკას მივაგენი, ახლა თვალს ვადევნები, თუ ამეყოფა დრო საჰამისოთ რომ გითხრათ, მაგრამ აღარ მეყოფა, რადგანაც კვირიკაშვილმა დაარტყა, გაიტანა 36-ით 10 და საჭმიანიშნა საჭმაც მისცა სასტვენი ნიშნად იმისა, რომ ევროპის 1000-ის გათამაშების კალენდარული მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე დამთავრდა იგი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 36-ით 10. დიახ, დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გაინაღდა 2015 წლის მსოფლიო თასის დასკვნით ეტაპზე ასპარეზობის უფლება. მან 2 ტურით ადრე მოიპოვა ეს უფლება, დარჩენილი აქვს კიდე 2 შეხვედრა, საიმისოდ რომ ევროპის 1000, რომელიც ჩვენია, ჩვენთანვე დარჩეს. უახლოეს შეხვედრას 2 კვირის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩაატარებს ესპანეთში, მადრიდში ესპანეთის ნაკრებთან, ხოლო მთავარი მატჩი წლევანდელი სეზონისა იქნება უკვე 15 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და ის შეხვედრა ისევე როგორც დღევანდელი მატჩი 15 მარტს დაიწყება საღამოს 5 საათზე. თავს ნებას მივცემ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების, ჩვენი ტელემაყურებლებისა და რადიო მსმენელების სახელით მიულოცოთ დღევანდელი გამარჯვება საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს. ფეხზე ამდგარი სტადიონი ოვაციებით აჯილდოვებენ ქართველ მორაგბეებს, რომლებმაც დღეს უკვე ზედიზედ მე-13-ად დაამარცხეს რუსეთის ნაკრები და ის ხაშიადი, რაც რუსეთს აწვალებს, ისევ აღუსრულებელი დარჩათ ჩვენ სტუმრებს. არაფერია, მომდევნო სეზონში, მომდევნო წლებში სადღაცას შორს ისინიც ისწავლიან იმ თამაშს, რომელიც გამოადგებათ საიმისოდ, რომ დაამარცხონ საქართველოს ეროვნული ნაკრები. რა თქმა უნდა, დაღლილები, მაგრამ უაღრესად ბედნიერები საქართველოს მორაგბეები ახლა მიემართებიან აღმოსავლეთის ტრიბუნებისაკენ, რადგანაც ყველა გულშემატკივარს გადაუხადონ მადლობა. მე კიდევ ტრადიციულად გეტყვით, დღევანდელი გამარჯვება გამოჭედეს მერაბ კვირიკაშვილმა, თამაზ მჭედლიძემ, დავით კაჭარავამ, მერაბ შარიქაძემ, ირაკლი მაჩხანელმა, გუნდის კაპიტანი ლაშა ხმალაძემ, გიორგი ბეგაძემ, მიხეილ ნარიაშვილმა, ჯაბა ბრეგვაძემ, დავით ზირაქაშვილმა, ოტემი ქაუტაძემ, ლევან დათუნაშვილმა, ვიტო კოლელიშვილმა, მამუკა გორგოძემ, დიმიტრი ბასილაიამ, თედოსი ბზიბაძემ, ვაჟა ხუციშვილმა, ლაშა ბალაღურაძემ, შალვა მამუკაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ, ლევან ჩილაჩავამ, გიორგი ნემსაძემ, გიორგი ჩხაიძემ და ჩვენმა თავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიდმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართველ მორაგბეებს ამ სიხარულისათვის, ამ თავდადებისათვის, ამ ჟინისათვის, რომელიც მათ არადროს არ აკლიათ და დღევანდელი უაღრესად რეზონანსული მატჩის მოგებისათვის. დიახ, ჩვენ მცირე რიცხოვანი ერი ვართ და ასეთი გამარჯვება ერთი კონკრეტული შეხვედრის შედეგს დიდად სცილდება და იგი უფრო სხვა რეზონანსს იძენს. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებდა, ვინც გვისმენდა და გამორჩეულად მათ, ვინც სტადიონზე მოვიდა. სავსე ტრიბუნები, უდიდესი სიხარული და ჰიმნი, რომელიც ჩვენმა სასიქადულო პოეტმა და მისმა ვაჟმა ჯანსუღ ჩარკიანმა და მამუკა ჩარკიანმა ამ 15 წლის წინ სწორედ
მორაგბეებს მიუძღვნეს. იგი სრულდება ახლა და როდის წერდა ჩვენი პოეტი ძლივს ამოდის მთვარე დათელი ტყვია მიზანში მოსახვედრია თავისუფლება ისე არ მოდის თავისუფლება ლომთა ხვედრია. მადლობთ ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრამდე.